ლიგა ჩემპიონატიდან, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიდევ ერთხელ. Готовлю. Συμμετοχել Ρουσταβელი Λუკა Κουρλაშვილი, ევროპის ჩემპიონი უზაო წლამდელებში. Შარშემბელ საქართველოს ჩემპიონატზე ლუკა იყო მეორე პოზიციური 51 კილოგრამში. ჩემპიონი გახდა შარშან დაივ ჯაფარიც. პირველი რაუნდი. წითელი ფორმის აბი მოგათვალყურია ლუკა კურლაშვილი. ორი ასეთ კლასიკური მიმარჯვენე დგომი აქვს, ესეთი შეტევა. სტელობა ქონდა თურქურიას. დაწმენდი არ მისულა საქმე. რეფერი ამ შეხვედრას გახლავთ თბილისელი ილშან სეიდოვი. მან დაუშვა ეხა ფორმის მოსაწესრიგებლად კურლაშვილთან მაგ შესაბამისად ფეხზე. Samoisko შეტევა თურქურიამ, მაგრამ დაწყმამდე საქმე არ გისურვა. ვერ ვიტყვი ხა რომ ვიღაც ერთი არ ხომ სულმოდიოდ შეგვიძლია სამომწყები ორი ვისკებს ესე დილის ცენტრი ფოტოფურიას ვიკარია კურლაშვილი ჩვენი შეტევა იყო შორიდან მომდევნო წელს შეუტია მეტოქეს
პირველი რაუნდის ბოლო წამები უნდა იყოს. თავი ბრძოლები წინ იქნება, როგორც ჩანს. კუბაშვილმა წამოიწყო ეს შეტევა. და ბოლო 10 წამი. ასე თუ ისე თანაბარი რაუნდი იყო, ვერ გავისკევ, ვერ ვიტყვი, იმურიდა, სადაც მოსწავლება საჯების გადაწყვეტილება ძალიან მალე. აიყო ხმები, კუბაშვილმა მიიღო 4 ხმა და 1 ხმა მიიღო გუგა თოფურიამ. რუსთაველი წინ არის 4-1. რუსთაველებს კაცებში ყველაზე მეტი 5 ფინალისტი ყავს. ყავს 4 ყავს. ორი ბათუმსა და ახალქალაქს და თითო გოს ქუთაის ზესტაფონს მარნეულს მესტიას ხოც თეატრას შემდეგი ფინალი იქნება ასეთი 55 კილოგრამი ლადო ქარჩავა თბილისი და მიხეილ ვასალია თუთი. მეორე რაუნდი. შეტევაზე კარგი ოცნობს თავს კუბაშვილი უფრო ისეთი კონჩეტანის მიგრელია დისტანციიდან ბრძოლა უყავს ვინც თუ ახლა მარცხენა ხედით თუ არ გადავინახე საკუთარ შეგვიძლია თქვა თუ უფრო წამომწყები არის თურქული თუმცა კუბაშვილმა სცადა მაგრამ ისე დიალოგ გააკავა მაგრამ და შემდეგ უპასუხა თურქულიან Უსოლში კამარში მოაწყა ახლა ზესტაფონურმა ჯერ კარგად ჩამოხდა კუბაშვილმა, იცი ლომიტოფის დარტყმა, პირველი მომეჩვენება ცოტა უფრო ინტენსიური რაუნდი იყო. აქ ყველაფერი ისედაც წესით უნდა მესამე რაუნდში გადაწყდეს. მე აქ წესით აქაც უნდა გაიყოს. გააჩნია როგორ და როგორ გადანაწილდება მესამე რაუნდის წინ ამას არსებით უნიშნულობა ხოლმე აკრილების საცავი გადმოვარდა კუბაშვილს უნებლიეთ მოარტყა ახლა რუსეთ შორეული მარცხენა კუბაშვილმა შედეგიანი იყო მისი ეს დარტყმა სულიად გამოკვეთილი აწყდა ბოლო შეტევა თურქულია ახლა ზურაბ ტიბუამ მიიხმო ახლა რეფერი თორმეოეთ ღვარ გადმოვარდა ეს განსაცავი კუბაშვილს რაფერ გრძელდება ბრძოლა
10 წამი. 4-1 აქვს პირველი რაუნდი რუგა კუბლაშვილის მოგებული. და გუნგი. ახლა გოჩნდა შედეგები. გაიყო მოტოფურია მოიგო მესამე რაუნდი 3-2 ჯამი როგორი გამოგვივიდა. ორი საჭთან იგებს კუბლაშვილი 28-თან 28 იგებს. ტოფურია ორი საჭთან არის ფრე. ანუ ყველაფერი გადაწყდება მესამე რაუნდში, ოდნავი უპირატესობა აქვს შესაბამისად. რუგა კუბლაშვილს მის მეტოქეს ორი ეს საჭი ჭირდება, ორი საჭის ხმა, სავისთან ძანგარში 19-19-ია და კუბლაშვილს ყოფნის ამორი საჭიდან ერთი საჭის მიმხრობა მესამე რაუნდში. ანუ 4-1 მოიგო პირველი რაუნდი კუბლაშვილმა და 3-2 მოიგო მეორე. ტოფურიამ ერთი ხმით შეგვიძლია 2-1 აი ესე იგებს რუგა კუბლაშვილი, ორი საჭთან ჯერ სიტუაცია გაუკვირველი. ვერა მოასწავი მის შემჩნევს კონკრეტულად რომელი ორი მსაჯი გადაწყვეტს ამ შეხვედრის დღეს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შევიტყვი ხდას მომენტოქე შორიდან კუბლაშვილმა წინა ხელი მოვარცხა. კუბლაშვილი წინა ვითხარით ისეთ საკმაოდ თანაბარი ბრძოლა მოუგო ნახევარფინალში. ვაშაკ ერისეიძეს და ზუსტად აი ესე აგებდა. ერთი თოფს აგებდა ორი რაუნდის შემდეგ, თუმცა მეხუთე რაუნდი მოიგო. 5-0 და 3-0 მოიგო ის ნახევარფინალში შეხვედრა ერისეიძესთან 3-2. ახლა ასეთივე სიტუაციაში არის ტოფურია. ორი საჭთან აგებს ის 1-2-ია, ახლა ტოფურია ჩამორჩება და ჭირდება მესამე რაუნდში კონკრეტული ორი საჭის გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ. კუბლაშვილი ცხადი იყო, რომ კუბლაშვილი მეორე ნომრად იბრძოლებდა შორი დისტანციიდან, ესეთი დრო იქნებოდა აფეთქებები. ძალიან კარგად მოძრაობს მინზე, ძირითადად ისეთ შედევების დამწყები არის ტოფურია. შემჩნევა მიიღო, ეხლა მან რეფერისგან ტოფურიას ჰქონდა ეხლა წყვილი გაწმის მსვლელობა აცილა. დაახევინა კარგად უკან. შეტევა ჰქონდა ზუსტი დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ ის აქტიურობამ საჯებზე მოახდენს გავლენა. შეიძლება მოახდინოს, იმიტომ ბევრი ზუსტი დარტყმა რაუნდში არ გვაქვს. მაგრამ გამოიწვია ტოფურიას მეტი აქტიურობა იყოს გადამწყვეტი. სამხასი იძაყვებით მოიგებია კუბლაშვილმა ის დარტყმა, მაგრამ აქტიურობა არ აწყენდა მას. ორი რაუნდის შემდეგ მინიმალური უპირატესობა აქვს. ბოლო 10 წამია ამასობაში. ამასობაში გონგია, უფრო აქტიური იყო ტოფურია ზუსტად მებზე. ერთს ვერ გეტყვით, ამას საჯები გადაწყვეტენ ორი რაუნდის შემდეგ ორ საჭთან იგებდა. კუბლაშვილი ერთ საჭთან ტოფურია, ორ საჭთან იყო ფრე 19-19. ანუ წკიბზეა ყველაფერი, არ ყველაფერი. შეიძლება ბოლო წამებზე გაირკვა.
გაყოფილი გადაწყვეტილება იქნება ყველა ვარიანტში. წითელი კუთხე გოგა თოფურია, კი ბატონო, უფრო აქტიური იყო ის. რომ საჭიროა მას მიაკუთვნეს გამარჯვება მიუხედავად იმისა, რომ ორი რაუნდის შემდეგ კუბლაშვილს ჰქონდა მინიმალური უპირატესობა. გოგა თოფურია ზესტაფონი 3-2 იქნება აქ ანგარიში. არ მოველოდა მას გოგა კუბლაშვილი, ეთყობა ყველანაირად. ნახოთ საბოლოო შედეგი, რაუნდის შედეგი, მესამე რაუნდის. საბოლოო შედეგი ჯამური იქნება 3-2. თოფურიას სასარგებლოდ ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო, 5-0 მოიგო თოფურიამ, შეიძლება ბევრი ზუსტი დარტყმა მას არ ქონდა, მაგრამ ნამდვილად უფრო აქტიური იყო. გოგა თოფურია